ფული სადაა რომ მოგეცი? მე მაგ სადაც იქნება. და რატო არ აკეთე? ჩემი მანქანა დავამტვრე, თქვენი ხო არ დამიმტვრევია. მივხედავ რა რამენერად ჩემს საქმეს. ნანა დაიდა. Ani. ვაიმე, ანი. გული წავიდა ნანა დაიდა. ხო შევთავ, კაცო. ხო მითხარით, ამირეკა. იზა ჩემი მომის მინე წამს. დაგირეკო, არ ნიშნავს იმას, რომ მანქანა უნდა გაგიკეთო. ან ჩვენი ბრალი ხო არ იყო. არასდროს გილს გეყენა მანქანა და ჩვენც ვეღარ აგაცილებთ რა. აი არა, არც არ წახვიდე, გეხვეწები, ეხლა ჩაის გავამზადებ. კახასთან ერთად დავსხლები და ვისაუბრებ და მე კახა განაცილებს სახლში. იოს გაუმარჯოს, ოქრო კაცი. აი, არაფერი ისეთი მშვიდობაა, კაცო. მერე? მივიყვანე მანქანა გასაკეთებას. მერე. შიტოკი გამოცვალეს და შეშსაც მივხედავთ, თქვენს. მე რატო დამიდე? ჯო რაშია საქმე ახლა იცი? ეგეთ სიტუაციაში რო არ ვიყო, არ შეგაწუხებდი, ხო იცი შენ ახლა ჩემი ამბავი. 2 დღე არ ვიმუშავია და ჩემებს გონია დაიქცა ქვეყანა. ვეუნები მეხმარება ის ოქროსავით კაცი თქვა, მაგრამ ხალებს გააგებიე. ჩემოგიო ახლა მაგას. ფულში გავეჭედე, ცოტა სტოპია გამოსაცვლელი. ის 200 ლარი ხო მოგეცი? ნომეცი, მაგრამ ახლა როცა მთხოვე მოგიტანი და მოგეცი, ხო? ჯო არ ყოფს 200 ლარი, ახლა და შუაგზაზე თუ არ მივატო. მე ხვალდაზე სამსახურში თუ არ გავედი და თუ არ მიტაქსავე, ოჯახი მომიკვდება მშიერ. ამიჯო ავანტყოფი კაცი ვარ. კარგად გამიგი. ახლა კარგად მომისმენ რა. 200 ლარი ხო მოგეცი? ცოტას დაგიმატე. მეორედ აღარ დამირეკ კლასიკებია. ო. გეყოფა? კი, საკმარისია. და კარგად იყო. დედა! ოდე? გასაღები სად არის? ჩემი მანქანის გასაღები სად არის?
მამა შენმა გაატანა, ახოს გახადეთ. რას ქვია გაატანა? გაიყო. გაგიჟდა კაცი რო ნახა და გაატანა გასაკეთებლად სახელოსნოში. მადლობელი არა ხარ? ორ გამიტრაკეთ საქმე, წასასვლელი ვარ ხა. ახლა შენი გასაღები და წა. არ მინდა რა ეს შენი მანქანა, მე ჩემი მანქანა მინდა, როცა მინდა გავაკეთებ და როცა მინდა არ გავაკეთებ, გასაგებია? მაშინ მეც დაგიყვან სალონში მივდივარ, დავფოქავ და ჩამოვედი. არება. ძალიან, მაგრამ რა ვქნა. დაი კიდე რა უთხარი რომ ცუდად ხარ და ვერ მიდიხარ. კაი, არ მიყვარს ეგეთი რაღაცა. ოჰ, კაი რა, მე შენეთილოს ეგრე ვიზავ. აი, ჩემნარი ხელმძღვანელი რო ყავდეს, ვნახავდი როგორ არ მეხვიდა. რატო რანაირია? იმიტომ რომ ბაღის გამგეა ქალი. ბაღის გამგე რატო? ბავშვებივით გვექცა. გახსოვს იქ რო გვინდა და ვაკის პარკში მოხალისევა წასვლა. ხო. მთელი დღე გვახვეჭინა და ბოლოს მაინც არ გაგვეშვა. რამდენი ხნიანი აქ ტრეინინგი? ერთხიანი. აუ, იმდენი წუწუნი მე მეგონა ერთი კვირა გრძელდებოდა. არა, უწამოდი რა ძალიან საინტერესო იქნება. აა, შანსია რა. გაიროჯები მაინც. არა, მიზარება ძალიან. კაი, მაშინ წავალ მარტო. ძალიან მალე უნდა გავიდე. როგორ ხარ კეთი? კარგად, შენ? მაგათ ახლა რა უნდა დაგავალო მისი? ხო, მე ხა რაღაც საქმეზე გავდივარ. და ეკოსკოპიაში რაღაც სოფტვერით დასააპდეიტებდი. ხო. დაურეკე შენ მომწოდებლებს. გამოგზავნ IT-შნიკია თუ ვინც აკეთებს ამას და მიხედავ რა მაქვს საქმეს. დღეს? ხო, აბა. ხო, მაგრამ მოდი შაბათ-კვირას გადავიტანოთ, იმიტომ რომ დღეს ბევრი პაციენტი იქნება და რო არავინ მოწდეს. არა, დღეს უნდა გაგიდე, შაბათ-კვირას არც არ. ხო, მაგრამ ამ აპდეიტებში რაღაც შეიძლება იყოს ისეთი შეცვლილი, ეკოსკოპისტებს დრო დასჭირდათ ასათვისებლად თითო. ესე იგი. მე რო გეუბნებოდი შენ რომ ისეთი ვინმე მჭირდება გვერდით, ხან რჩევა მომცეს და ხან შემეწინააღმდეგოს მეთქი, შენ ეგრევე წინააღმდეგობით წებ, ხო? არა, წინააღმდეგობით არა, უფრო რჩევი. კარგი. მოკლედ. გააკეთო. სამშაბათს სხვა საქმეები მაქვს ჩემში. და ახლა ბოლოს და ბოლოს ვინც ალღოს ვერ აუღებს. რა პრობლემა? მიხედავ. კარგი, მივხედავ. როგორ ახრანი? გალევრამეს. რა შეჭამით ხარი? სალატი და ტოსტი, ხო? ანი, უნდა მეთქვა რომ სულანისთვის. აი არა უშავს. აუ რა მეთქმელი გვაქვს? გვაქვს. უი, ძალიან გიხდება. ძალიან. კაი ქენი რომ წამოხვედი ლადაც იქნება. იცი როგორ მეზარებოდა. იმედია საინტერესო ტრენინგი იქნება და კარგად გამოვიძინე. გახსოვთ კახეთში ყველას როგორ გვეცინა? არ გამახსენო ერთი კვირა მწვენოდა. ეს კაი იყო კახეთი კარგად გავირუჭე. აუს ტრენინგი ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო. რაიული და ერთი კვირა კიდევ კაი არ გწევიწყება. აი რა წუთი დაჯერ 5 წუთიც არ გასულა. დაჭიქი. კიდე მარტო წადი. არა. ისე შეკითხები აუდის როგორც უნდა დავსვათ. ხო, აბა მოვიფიქრებ კაცო რამესი. წინასწარ ხარ მოვიფიქროთ. არ გავიდა და 5 წუთი. აი მე ბეჯითი ხარ რა. კიდე ვაფშე არ შევიდეთ. კაი, გაგიჟდი, მაგაშობი ადრე შევიდეთ როგორც ბეჯითები. გეუბნები ბეჯითი ხარ თქო. აი, ხარ დავიწყოთ შეკითხვების ჩამოწერა. პირველი კითხვა. დაწერე. Ach, სადა ხარ შეჩემა სა? სამომაგდე შეჩემა ამ დილა ადრიან. რაღა დილა ადრიან 12 დაიწყო. მოდი საქმე. მოდი.
რა ხდება და? კაროჩე ირაკლამ დაკერა ის ტიპი. ოდა ეხა ჩვენთან მოყავს საბაზროდ. რა ბიჭო, აბა ჯერ ჩამოვიდეს. ირაკლა მე დავკერეთ, რანაირად და ეხა უკვე. კაროჩე გითხარი მეთქი ეგ მანქანა გამაყიდინე და $200 დაგემატებ თქო. ნუ შენ გაჩუქებ თქო რა. ანუ $100 ჩვენ დავუდოთ ირაკლას ფული. $100. მაგის ჩიტი ვარ ჩეჩემა. მანქანის ფულს მოუმატებ იმ $200 და ჩათვალე ის ტიპი თვითონ ჩუქნის ირაკლას ფულს. იმენა ბილ გეიტსი ხარ, შეიძლება სპეციალური. აუ მოვიდა. Здорово, состав. Короче, გაიცანით, ეს თენგოა, დავითა, ბახია. Короче, მოუყევი და დაინტერესებულია რა. სურათები აჩვენე, ფასეც უთხარი რა. კაი. აი ეს მანქანაა ჩემოძმა რა. 2006-იანი. ყველაფერი ხოცი. просто როგორც ყველას მაგასაც რემენი, კალოტკა, შმალოტკა რაღაცეები, ზეთი გამოსაცვლელი აქვს. ნუ ეგ ეხა თავისთავად სალონი, კონდიციონერი, ყველაფერი კნოპკებზეა რა. კაია, ესეთი მინდა ზუსტად რა. ძალიან კაი, შენც ეხა მაინც 1-2 დღე დაფიქრდი. ეგეც ირაკლას პონჩი თორე ეგ მანქანა რო ჩამოვა, უეჭველი გასაყიდია ჩემები. არა, არ მინდა დაფიქრე. ძალიან კაი. ეხა მოკლედ ბეს დაგიტოვებთ. просто რო ჩამოვა, მაინც შევამოწმეთ, ხო ხდები? ო, არა, ეგ სამასაბოი თავისთავად. არ არის ეგ პრობლემა არ არის. 5 და 2 არა, 5 და 2. არა, ბრატ, რა 5 და 2. 5 და 5-ადაც ჩათვალებ ჩუქნედა. 5 და 7-იან მაკლიანტმა გუშინ დამირეკა და დღესაც ველოდები მაგის არს. აი, ეხა $500 დაგიტოვებ ბეს. ხო ეყოთა? კი, არ არის პრობლემა. ძალიან კაი. აბა, შეხვედრამდე. კარგად. დავაი, კაი კაცი. დავაი. კარგად. რუსუდან ძინავს. არა, ვიტამინები დილიდალია. ხო, ფული ვნახე. არა უშავს. არა გუში მინდოდა მეთქვა. კი, რო გაიგოჩებს დაგირეკავ. კარგი, არ ინერვიულ. ამ დროზე რა. მაგინა 20 წუთში მოვშია. მიდი, ამას ჩაით და წავალ. ბიჭო, მე მაგრაც უნდა თორმე დავლიო რა. გინდა თქვენ? მე არა. და მისო. შენ მანქანით არ ხარ? ო, გაინდა. რა ხდება? გითხე. პროფილაქტიკაში. რა არის ასაციო? მამა მისლა ჩამოართვა. რა ქვია მაგას? კომპენსაცია, ხო? კონფისკაცია. კონფისკაცია. და თან არავის არაფერი არ ჩამოუყვა. გიზმა. რა? უეჭველის ტაქსისტია. რატო? ფული რომ ისწაიცი? მართლა? მე და შენ ის ტიპი რომ ნახეთ, ხო გახსოვს? ხო. მაგის მე ამას ვნახავს. რაღაც მანქანის გასაკეთებელი ფული მისცა. რა? რა? შიგაკ. რამდენჯერ უნდა მოგწე თუ შენ გამიტრაგე საქმე? ამას თუ და არ მოგხარ. რა ხდება რა? არაფერი. ტაქსისტი იყო, ხო? ხო. ფული უნდა? ო, კაროჩე რა. შენ მე არ დამიჯერო თნაო და იმან მანქანა აყია ეს ფულს ახევს. არ გია რა. აი დაანებენ უღაუშდი დანებებს რა. არის. გოგო ნახე სად ყოფილი. მე ვერ თქოს მე და გადავატრიალე მთელი სასტუმრო. რა შვებით? მოდი რა სურათები გადავიღე. იცი რამდენი ხანია გეძებ? მამა გადაკიროთ. კარგად ვარ? კი, კაია ძა. მე ხომ გადავიღე. მოდი.
სერიოზული სახებით ტრენინგიდან მოვიდეთ. კაი. ეხლა რა სერიოზო. ადე ესე დავუძეთ. ადე. წავედი რამე რა. მაინც ცოტა ხანი დარჩეთ გადა. ძალიან მეჩქარება ტაქსი უნდა გავაჩერო, მართლა ძალიან მეჩქარება. კაი, მაინც არა ცოტა ხანი. წავედი. რატომ გამოხვედი? ხომ გითხარი არ გამოხვიდები? მე ყაშელება? მთელი თბილისი გეყურებს. ძველი თბილისი. გეხოცება მითხარი 16 წლის გოგოს და 60 წლის კაცს ერთი ზომის ღვიძლი როგორ აქვს? რას ამბობ აი ამა ჩვენ? გაგიგე ეგეთი რამე. აჰა, შეხედე. მე მგონი ისევ აპარატურა მაურია ყველაფერი. წინაზე რო გადააყენეს პროგრამა ზუსტად ესე გააკეთა. ხოლმე ამბობდი რა დებილია ეს იმდე. ჩუმად. აბა მე რა ვქნა ხა? ამას ჭირდება პროგრამისტი. წადი ახლა ქეთი მოძებნე, პაციენტები არიან კიდე მოსასვლელები. ეს ამაზე ნამდვილად ვერ შევაწუხებ რა ისედაც იმდენი საქმე აყრია თავზე. რა ვქნა, ჩვენი ბრალი ხომ არ არის? იცი რა, ახალ აპარატურას რო აყენებენ, ტრეინინგებიც უნდა დაგვინიშნო. საერთოდ ასე ხდება ხოლმე. ბიჭო, იმის გამო არ ამოხდა, როგორი? ვერ ამოვედი. აი მე რას მართლობ. შენ რას გათხოვში, ხო? ბიჭო, მაგრატი ხავს რა. მაკაცურად გეუბნები შეჩემა უცხო ხო არ ვარ. რატი? რა და ამბოლო დროს ძმაო, სუმაგასთან ერთად მოძრა და სუდაგრუზული ხარ. და რა მეკითხდება? მიტყდება, აბა არ მიტყდება, მაგის ჭკუაზე დადიხარ. რა მაგის ჭკუაზე დავდივარ, შეგიჭო არა. თუ გიყვარ შეჩემა მითხარი და ბაზარი არაა, მაგრამ თუ ნაშაა ისეთი თემა ეხავს რა. ეგ ჩემი ნაშაა თუ ვინა, ჩემი საქმეა. შენ თავს მიხედავთ ხო? კამანდას რო იყიდებ, ეგ ჩემი საქმეა. ჩემი საქმეა, აბა ვისი. ხო და იდი ნახუი რა ვაფშე. ას მე ძველ ბიჭები, ბიჭო. მე მეშვი რა ბიჭო. აურემ ჭირდეს ამას რა უნდა ველაპარაკო. აი ბიჭო, დაწყნათ, რას იძაბებით ბავშვები? რას ვიძაბებით, ტიპს ელემენტარული ძმაკაცობა არ ესმის, ბიჭო, რას უნდა ველაპარაკო. იდი რა ნახუი. აი შეჩემა რა გჭირს, ხო ხედავ ისედაც ვერაა ხოთზე ხო? ო წავიდეს და ის სოფლელი ნაშა მოხდა. აი წამო და როდესაც ხნდება მერე დაელაპარაკო. Привет, Геоджан. რა გინდა შენ ბიჭო, რა? არაფერი, ბაგაჟნიკის ზამოკი არ იკეთებ. რა ბაგაჟნიკი, რა მეღადავები ამ ხელოდასი? არა ზმაო, რას გეღადავებ? აბა რამდენჯერ უნდა გამომართო ფული, მაყლევებ მაგის ზედა შევ. არა მე თვითონაც ახლა შევამჩნიე. ბიჭო, მომისმინე ერთი წამით, კიდე ერთხელ დამირეკავ და გადაგამტრევ ძვლებში ბოზიშვილი. რა ძვლებში გადამანდრევ? გადამანდრევ და დავრეკავ პატრონში. რა გაყვიდე? ხელი გამიშვი. აფერისტო ნაბოზა. ბიჭო, ხელი გამი. ხო? დროზე, მოდი, დროზე. ასაბუჟი დალე, დავირისტი დასწრები. გაასწორა არა ირაყამდეს, ჰა? ო, ირაყამდეს მაგრა გაასწორა. ო. ვიდა, ეგ ყველაფერი კაი ეს თემა გამოდის, მაგრამ კარგი ცოტაო, და. რა ბუნჯი? რა ბუნჯი შეჩება და ცოტა ფული შეება. ამ ფულით ეხა ვალებს გადავიხე. მე რეალიაბალია ერთი თვე მეყოს ის. და მე ისე უფულოდო. მე მეც ეგრე ვარ შეჩება, მაგრამ რა გინდა რო ქნა რა. რა უნდა ვქნა? უნდა ორი თვე რო ყლებით, ველოდებით ხოლმე. და მანქანის ჩამოსვლას, თითო მანქანის და ტრაილერი უნდა დავითრო. რა ტრაილერი შეჩება? რა და მანქანები შეჩება. ახლა წარმოვიდგინე. 6 მანქანა ეტევა იმ ტრაილერს. ო. ერთ ძახოძე ბენზინი გერმანიიდან 6 მანქანა ჩამოგოყენებს. ტრანსპორტირებაში ფული არ გეხარჯება. ბენზინში ფული არ გეხარჯება. 6ჯერ მეტიც გრჩება. მეტი რა გინდა? რანაირად შეჩება? რანაირად შეჩება და ფული უნდა დავითრიო და იმნაირად. ო, მაგაზე არ მიფიქრე. ო. ტრაილერის პრავა მაქვს. მე თუ გინდა მომისკუპტი გვერდით. გერმანიაში ერთად ვიდუჟენიოთ ხოლმე და იქაც მაგარ დროს გავატარებ. ეუნები ნუ გეცინება. მე ფული საერთოდ რა. ო.
გულზე უნდა ვქნათ რა რამე, რა კრედიტები ან რამე უნდა ვთხაროთ. არა, რა კრედიტები შეჩება ბანკში რო შევდივარ, ბუკლეტებს აღარ მაძლევენ, თო გაშავებული მაქვს თავპირი, რა კრედიტები. რამეს მოვიფიქრებთ რა, შენც მობასპიცა მარწმო, ვინც ეს თემა იჩარიშა, ყველა ყელამდე ფულში წავს. აზარი არ არის. დავაი გაგვიმართ. გაგვიმართ. დავაი. პაციენტებსაც ხომ მეტი არ უნდათ რა. ატეხეს ერთი ამბავი. არ იქა, გონია თუ რაღაცას ვატყუებთ. რო გავაკეთოთ? არ ვიცი. გამარჯობა. კლინიკიდან გირეკა, კეთი ვარ, დღეს გესაუბრეთ. ეკოსკოპიის აპარატთან დაკავშირებით. დიახ. იცით რა შეა საქმე? ამ ახალ პროგრამებში რაღაცები აგვერია, ვერ გავიგეთ და იქნებ თქვენი წარმომადგენელი გამოგზავნოთ, რომ დაგვეხმაროს, აგვიხსნას. ჩვენ წარმომადგენლები ამჟამად სხვა კლინიკაში არიან გადამესამართლებლად. გამოგზავნოთ რა კიდევ კარგი, მაშინ ჩემ მეილიდან მოგწერთ და იმაზე გამოვუშვით. კარგით, ნახვამდის. ნახვამდის. გადმოგზავნიო და წავიკითხოთ, აბა რა ვქნით. ხო, ნუ იქნებ გავერკვეთ ჩვენ თვითონ რაღაცნაირად. უკაცრავად ეკოსკოპიაზე ვარ მოსული 2 საათია გელოდებით. პასუხს გამცემს ვინმე დღეს ვიმილებ და აკივებდა. ამ კომნაში თუ მოკვდი რაღა გამოვიდა, ხო უნდა მიმიღოს ვინმე. რა იყო, რა ამბავია გავგიშდი ხალი რა. აკო. უჩქებს არ შევხედივა შენ თავს. აი ეს წილია კარჩი და მე ვისწავლე რა უკვე. მადლობა. ავიდეთ ჩემთან არ გინდა თუ გეჩქარები? არა. ვაკჭის მოხდა რა მე? არაფერი, просто ძალიან დაღინული ვარ. მე კიდევ აკოზე ისე ნერვიულობ რომ არჩი. რა გაიგე ვაფშე რა გითხარი? რა მითხარი? ვაკჭის. არაფერი, რაღაც მოხდა ტრენინგზე. არაფერი. უფროს მაგაჭე და? არა. აბა რა მოხდა მოყევი რა გჭი. კაი გეტყვი. გეტყვი, თარავს არ უთხრა, კაი? აი როდის იყო ეხლა რაღაცებს უყებოდი. მოკლედ, ჩემმა თანამშრომელმა თავის დაქალის მამა დაინახა ვიღაც ქალთან ერთად. და დაურეკა დედამის. მერე? და მერე ხო. მერე მოვარდა ეს ქალი და ნუ რაღაც საშინელება მოხდა სასტუმროში, ესეთი საშინელება ხდებოდა, რომ რა ვიცი. და რა? არაფერი, ძალიან ვინერვიულია. აჰო. ეხავს ბაზარია რა. ой, ის რა პონტია ეხლა? დაქალის დედას რატო უთხრა? ნუ აბა ვისთვის უნდა ეთქვა ეხლა. რავი დაქალისთვის არ ჯობდა? ხო რა. ერთალი ხარ ისე იცი? აი შენ აღარ ინერვიულ ეგეთ რაღაცებს, ხო? აი ის აღულ შენ თავს ვარ. მე მეგონა რომ მარტო ქალების უფლებებზე ნერვიულია, სხვა რაღაცებზეც ნერვიულია ხო? კაი, წავედი ეს წიგნი უნდა წავიკითხო და მოვასწრო იმედი. ოცი. მადლობა. გამარჯობა, რუსტანი მინდა და. თქვენ ალბათ ელენე ხართ, ხო? დიახ, მოგდიახ. რუსიკო დაიდა. როგორ ახარ? კარგად, თქვენები როგორ არის? კარგად არის, რა უჭირთ მაგას. აი თქვენთან გამომატარეს რაღაცეები. რა ტიპია ეს დედა შენი? რატო შეწუხდა? არა, რა შეწუხდა, რა სულელი გაიტანე რა სამსერებში. წამოდი, საყვარელო, წამოდი. მომიყევი, აბა რა ხვდებით, როგორ ახართ, რა ხდება სოფელში? რუსიკო დაიდა, ისე გამეხარდა სამსახურზე რომ დამერეგე. ისე მინდა თბილისში მუშაობა, მაგრამ ძალიან ყველა ვარ, ვიცი გამომივა თუ არა. აი რას ნერვიულობ, გამოგივა, აბა რა იქნება, ყველაფერი იქნება კარგად, ისეთებს გამოსდით, რომ რასაც. შენ რასაც ვერ გაიგებ, მე მითხარი და აკეთებ. არ ინერვიულობ. არა, მე ხერხდება ეგეთ რაღაცები, მაგრამ მაინც ნერვიულობ. წამო რა დავითრა თევზი დავითრა. აუ, არ გეზარე, მას მობას გავხიცე. აუ, არა, ბახა. აი თევზი დამატრევინე, ვაფშე ეს ჩადგი რა ქვემოთ რა. რატო ჩადგი? რაღაც კანონი ხო შემოვიდა რაღაც, ჩადგი რა. მოტვინი მოთხნეს რა თავიანთი კანონები თუბაში ლუდი ვეღარ და აკო! საით! ახლისკენ. მოდი. მოდი რა, ცოტა ხანს რა. რა მაგარი გას.
გაუმარჯოს. გაუმარჯოს. როგორ ხარ? თავად? დაუსხი რა. აიცა. გაშვები როგორ ხარ? არაფერს ისიც. არაფერს არ სწავლობ და. რეგა არაფერს ვერ შეჩემ. ჩვენ რო გვესწავლა აქ კი არ ვიდგებოდა. რა გინდა შეჩემა დღეს საკაიფო ვდგავარ? არა, დღეს თვალი არ გვეცის. ბიჭო ვაკო შენზმობას ვიცავარ, მაგრად გამიხარდა რაკეთის დაწინაურება სამსახურში გივოცავ ძმაო რა. კეთი იცი რა მაგარი ექიმია შეჩემა? ვიცი როგორ არ ვიცი. შენ გვერაშვებთ როგორ არის მანქანების ამბავი? დღეს ძმაო სერიოზული C-კლასი გავასწავლე. გელოცავ ძმაო. მე რამდენია ეგ? მეხუთე ხო? ისე გაფართოებას არ აქვს, აგერ ძმაო ბავშვიც გეუბნება. აი დაუსხი ნორმალურად შეჩემა რა. მე რაღა დაუსხარ. არა, ამინა. რატო? გაიცა კაცო რა არ გინდა, მოდი. მიდი ვაკუშ, მიდი თო. აშვები? რა გჭირს ხო კარგად ხარ? კი, არაფერი. რავი, რაღაც არ გეტყობა. კაი, ყავას მოვიტან, გინდა რამე? არა. რა ხდებოდა აბა ტრენინგზე? არაფერი, ნორმალური იყო. აბა რა გჭირს? რაღაც უნდა გითხრას არის. მითხარი, მე მაგას გახვეწები, რაც მოვედი. შენ უნდა დამპირდე, რომ პანიკებში არ ჩავარდები და დაფიქრდები და მე გააკეთებ რაღაცებს. აი, გახვეწები, ნუ მაშინებ რა. დამპირდი. ხო, გპირდები. მოკლედ, დღეს ტრენინგზე რო ვიყავი, სასტუმროში ვეძებდი გოგოებს. და დავინახე მამაშენი. და მარტო არ იყო, ხო? ხო. ხო, ვიცოდი რომ ვიღაც ყავდა. ვიცოდი? ნუ ვეჭვობდი. კაი, აბა რანაირად იქცევა? იდეაშენ მეცის? არა, გაგიჟდი. კახა გონია ყველაზე ერთგული და ოჯახზე გადაყოლილი ქმარი. ვისთან ერთად იყო დაინახე? არა, არ დამონახე. ხო და არც მაინტერესებს. მისალი მართლა ძალიან ბევრი ვინერული, არ ვიცოდი საერთოდ უნდა მეთქვა თუ არა. კაი, გაგიჟდი, სადაც ხვდებოდი ყველაფერს. იდეაშენ სეტყვი? არა, არ დაიჯერებს მაინც. ვერ ხვდები რა უნდა ვქნა რა. აუ, რანაირი ხალხია რა. ერთ შეცდომას არ გაპატიებენ. გაბოროტებული ხალხი ეხლა გაიგე. ყოჩახ შენ რა კეთი რა, როგორ გაუწელი? შესნაგებად მე შევწუხდი. ფული უნდა დავუყოვნოთ, ხო? ხო. ხო და შენ გისაყვედურებენ ახლა მაგის გამო. ავალ მედიტოსთან და ვეტყვი რომ შენ არაფერს ვერ შეეხარ. მეც არ მოყვები. არა, არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა. თავი აღარ დაგვემართავს იგივე. მართლა მე თვითონ მივხედავ მართლა. უსამართლობაა ეს ყველაფერი. აია, დამშვიდდი. მორჩა. კეთი. შევალ მართლა მე თუ გინდა. მადლობა, მართლა არ მინდა. აი, როგორც სიტყვი. წავალ მაშინ მე ხო. მიდი შენს. მორჩით. შენ არ გიხარ? არა, რაღაც გრაფიკს გადავაწყობ ვალდილისთვის და მე. ხოლმე, ხოლმე. გიორგი გიორგაძე. ეხ. აი დაჯექე. რა ხდება? გიორგაძე. არიელ ზალდასტანიშვილი. ბოლოს როდის ნახე? ვინ?
ზალდასტანიშვილი ტარიელი. ვინოის? ახლა. ახლა არ ვიცი. აბა ესე უცნობ კაცს მიუვარდი და ცემე? გაგვახსენდა? მერე? რა მერე? საქმე აღძრული. სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტზე. გიჩინის. კინო მოკალი კაცი. მე ვარ. ეშვები? რა მოხდა, რა დამერიგე? რა იყო, არ შეიძლება? უნივერსიტეტში ხომ არის ამ პრობლემა? უნივერსიტეტში არა. ისე მაქვს. კლიენტებს ელაპარაკი? კი, ყველა პაციენტს პირადად შევხვდი და ბოდიში მოვხადე ყველა შეფერხებისთვის. ყველაფერი გასწორებული და კარგად მუშაობს. ერთი იდეა მომივიდა. მოდი ესე მოვიცეთ. შენ ტექნიკურ საკითხებს საერთოდ ჩამოგაშორებ? ბორს საკეთებ? არა, უბრალოდ ბუსტ ნაუშჭრი, ამათ ბორში არ უყვართ. ხო? აგიხმარებით. არა, თავი დაანებე, არა. კაროჩე. ბიჭო, ეხა დავიჯერო ეს მართლა ჩაძირულია, ხო? ო, არ ეთყობა.